მე მინდა თქვენ გითხრათ ისეთი ერთი პაწაწკინტელა შტრიხი კი არა ამბავი, რომელიც სრულებით არ ახასიათებდა პრინციპში აი ამ ჭაბუკიანს, რომელსაც იცნობს პრინციპში ყველა მისი თანამშრომელი და მისი გაზრდილი. პარიზში 66 წელს ვართ. აი ეს ოტელო და გორდა ფესტივალი იყო მაშინ რაღაცა და ყოველ საღამოს ქართველები იქაურები ჭაბუკიანს, კიკალეიშვილს და მაჭავარიანს და სოლიკოვირსალაძეს ეპატიჟებოდნენ ვახშმად. აი ეს თეთრები. ყოველ საღამოს ჭაბუკიანი ეუბნებოდა დამპატიჟებელს. ბავშვები არ დაგავიწყდეთ წესიერად ჭამონ. იმიტომ რომ იცოდა რომ ვახშამი იყო. ჭაბუკიანი იყო საერთოდ ძალიან ურთიერთგამომრიცხავი ერთი ცალი ხო იყო? აი ესე იყო. აქეთ იყო სხვა, აქეთ იყო სხვა. ეხლა მე არ მიყვარს როცა ადამიანზე ამბობენ რომ ეს არის ლეგენდა. იმიტომ რომ ლეგენდა არის ლეგენდა. ლეგენდა არის ამირანის, ლეგენდა არის დალის და ასე შემდეგ. ხო და ჭაბუკიანი იყო ცოცხალი ადამიანი. ეს იყო სრულიად ფენომენალური მოვლენა ამ ხელოვნებაში, რომელსაც გადაატრიალა და გადააყირავა მამაკაცის ბალეტი. მის გვერდით იყვნენ არაჩვეულებრივი მოცეკვავეები, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომლის არ მიბაძვა იყო წარმოუდგენელი მაშინ. თქვენ რომ ნახოთ ახალგაზრდა ნურიევის ლავრენსია, სადაც ის არის 20 თუ 21 წლის და კონკურსისთვის ემზადება. თქვენ მას ვერ გამოარჩევთ ჭაბუკიანისგან. მანერა, სტილი, რა გითხრა, ყველა ხო კოსტუმი და ის რაღაცა რო ერთი და იგივე, ეს ცხადია, იმიტომ რომ იგივეს ცეკვავს პეტერბურგის სკოლა. თქვენ რომ ნახოთ სრულიად განსხვავებული მოცეკვავეს, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეს, სადღაც საშინელი პირია, ძლივს ჩანს პარიზის ალიდან პადედე, რომელსაც ცეკვავს პირველ კურსელი თუ მეორე კურსელი ბარიშნიკოვი, რომელიც ოფიციალურად ბაძავს იმას, რაც ნახა. ანუ ჭაბუკიანის პარიზის ალის, რომელიც ნაცეკვია 40 წლის ასაკში ჭაბუკიანს გადაღებული. ისე რა არის, თვითონ ვერ იტანდა იმას კადრს, იმიტომ რომ ავად ვიყავიო, სიცხე მქონდაო და მან და მაინც არ მოწონდა. ვერ გამოვარჩევთ ერთმანეთისგან სრულიად სად ბარიშნიკოვის ელემენტალურად ფიზიკური შესახედაობა და სად ჭაბუკიანის სრულიად სხვადასხვა. მერე რა თქმა უნდა ერთმანს და მეორემაც იპოვა თავისი უზარმაზარი მთა და უზარმაზარი ვარსკვლავი, რომელზედაც დასახლდნენ ერთის და მეორეც. ეს დავუშვათ რაც ეხება მოცეკვავეს, რაც ეხება ხელმძღვანელს იყო ძალიან მკაცრი, ხანდახან როგორც ყველა ხელმძღვანელი იყო ჩემთვის თუ იყო სამართლიანი, ვიღაცისთვის იყო უსამართლო. იმისთვის თუ იყო სამართლიანი, ჩემთვის იყო უსამართლო. ვერაფერს ვერ იზამ, თეატრია ეს ბატონო, ხო? ვერაფერს ვერ იზამ. მე მინდა რომ ამან იცეკოს, იმან იმღეროს, იმან ითამაშოს, ამან დაუკრას. შენ არ მინდა რომ იცეკო. ურტყით ავიკედელს, რაც გინდა ისქენი, ხო? აი ესეთია. ანუ არაფრით არ გამოირჩეოდა იმით რომ იყო ტიტანი ამ საქმეს. პედაგოგი. აი გეტყვით, პედაგოგი იყო უნიკალური. აი ეს გამორჩეული ქონდა. პედაგოგი იყო როგორ იცით რომ აი თერაპევტი რო დაათვალიერებს ადამიანს და კომპიუტერზე კი არ შეამოწმებს ფილტვების ანთებას აჩვენებს თუ არა კომპიუტერი აი ესე რო იზამს აი და რო იტყვის რომ კი აი შენ წვალი გაქვს და ეს გინდა და ეს გინდა და ეს გინდა ვერ აგიწერთ როგორ გრძნობდა და როგორ შეეძლო იმას ეთქვა რომ შენთვის საჭიროა ეს და შენთვის საჭიროა ეს სხვა რამე იმასაც გამოვიდოდა და ამასაც ახლა თუ წყალწაღებულებთან პრინციპში არ